კატებს ხელოვნებაში მრავალფეროვანი და უწყვეტად გარდამავალი სიმბოლიკა აქვთ. ისინი საუკუნეების განმავლობაში კულტურული დამოკიდებულებების ცვლილებას ასახავენ. ძველ ეგვიპტეში კატები მეტად პატივცემულ და წმინდა არსებებად ითვლებოდნენ. ისინი უკავშირდებოდნენ ქალღმერთ ბასტეტს, საშინაო კერისა და ნაყოფიერების მფარველს. კატებს ხშირად გამოსახავდნენ საფლავთა მხატვრობასა და ქანდაკებებში, რათა გარდაცვლილთათვის იმ ქვეყნადაც მიეცათ დამცველი ძალა. მათ ხშირად მუმიფიცირებას უკეთებდნენ, რაც ღვთაებრივი სტატუსის გამოხატულება იყო. შუა საუკუნეების ევროპაში კატებისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა უარყოფითი მიმართულებით. ისინი ხშირად ასოცირდებოდნენ ჯადოქრობასთან და უბედურებასთან, განსაკუთრებით კი შავი კატები. ზოგიერთ ქრისტიანულ ხელოვნებაში მათი გამოჩენა სიმბოლურად ნიშნავდა სიზარმაცეს, ვნებას, მოტყუებას ან ღალატს. მაგალითად, საიდუმლო სერობის სცენებზე კატა შეიძლება გამოსახული ყოფილიყო იუდა ისკარიოტელის უკან. რენესანსიდან ბაროკოს ეპოქამდე დამოკიდებულება თანდათან დადებითად შეიცვალა. ლეონარდო და ვინჩიმ კატების ანატომია დეტალურად შეისწავლა და მათ ბუნების შედევრებს უწოდებდა. საოჯახო სცენებში კატა ხშირად განასახიერებდა დედობას, სიმყუდროვესა და სახლის სითბოს, ან უბრალოდ და პრაქტიკულად მღრღნელების დამჭერ არსებად იყო წარმოდგენილი. მე-18 და მე-19 საუკუნეებში კატები გახდნენ პოპულარული სიუჟეტური ელემენტი პორტრეტებსა და ჟანრულ სცენებში. მათ აფასებდნენ ელეგანტურობისა და მხიარული ხასიათის გამო, როგორც საყვარელ შინაურ ბინადრებს. იაპონურ უკიო-ეს მხატვრობაში, მაგალითად უტაგავა კუნიოშის ნამუშევრებში, კატები წარმოდგენილნი არიან ანთროპომორფულად, სახალისო და ბედნიერების მომტან არსებებად. თანამედროვე ხელოვნებაში კატები აღიქმებიან დამოუკიდებლობის, სპონტანურობის, იდუმალებისა და ფემინურობის სიმბოლოდ. ისეთი მხატვრები, როგორებიც არიან პაბლო პიკასო, ენდი უორჰოლი და ანრი მატისი, კატებს იყენებდნენ როგორც მუზებსა და ესთეტიკურ ხატებს. მაგალითად, მანეს ოლიმპიაში შავი კატა კვლავ ატარებს მეტაფორას, რთული, დამოუკიდებელი და მრავალფეროვანი ქალის ბუნების სიმბოლოს. ზოგადად კი თანამედროვე ხელოვნებაში კატა გამოხატავს ადამიანის ემოციების ფართო სპექტრსა და შინაგანი ბუნების მრავალფეროვნებას. საბოლოო ჯამში კატის მნიშვნელობა ხელოვნებაში ყოველთვის მჭიდროდ უკავშირდება მის კულტურულ კონტექსტს და ასევე თავად მხატვრის პირად ინტერპრეტაციას. თუ მოგეწონა ვიდეო, აუცილებლად გაუზიარე მეგობრებს და არ დაგავიწყდეს ჩემი გვერდის გამოწერა მეტი საინტერესო და შემეცნებითი კონტენტისთვის.